სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ და დღეს დავამთავრებთ ამ კითხვით 73 ნაწილს ბიბლიური კითხვები და პასუხებისა, რომელიც ჯონ მაკატურმა უკვე ეს ჩაიწერა დისტანციურად, ვიდეო მიმართვით თუ აუდიო მიმართვით მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, რადიოში იყო აშკარაა რომ ფიზიკურად არ არის, იმიტომ პანდემიის დრო არის 2020 წლის 26 აპრილია და ის მიუთითებს ამაზე და მალე გახსნის კიდევაც ეკლესიას მერე მსახურებისთვის. მაგრამ ამ დროს ამჟამად ეს ყველაფერი კეთდება დისტანციურად ინტერნეტის მეშვეობით. COVID პანდემიის პერიოდში იზოლირებულებმა როგორ უქადაგ უცხოებს სახარება. ამ კითხვას ვავს ტრევისი და მას აინტერესებს ეს და ჯონ მაკარტურმაც გამოყვა ეს კითხვა, იმიტომ რომ აქტუალურია, ხო? როგორ შეგვიძლია, როგორც ქრისტეს მორწმუნეება, მივახციოთ დაკარგულებს პანდემიის დროს პერიოდში, როდესაც იზოლირებული ვართ და კარანტინში ვართ, ხო? და ჯონ მაკარტური ამბობს: "დიახ, ხედავთ, მე აქა ვარ და ამ ფორმით ვცდილობ ეს გავაკეთო." რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან განსხვავებული დრო, უცნაურია ჩვენთვის ესეთი ყოფა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უფალმა ყველაფერი იცის ამის შესახებ. არ მინდა რომ მე ხელისუფლებასთან ამ პრობლემები შევიქმნათ, მაგრამ ფიქრობ, თუ გარკვეული გონივრულობით თქვენ იცხოვრებთ, თქვენ არაფერს არ უნდა გეშინოდეთ და მე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებდი, რომ ყოფილიყავი იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩემი აზრით უფალი სჭირდებათ. არ გჭირდებათ ხალხის მოზიდვა სპეციალურად, მაგრამ არაფერი შეგიშლით ხელს თუ ვინმე მოიწვიოთ თქვენ სახლში, გარკვეული დრო გაატაროთ მათთან. არაფერი შეგიშლით ხელს, რომ რამდენიმე მეგობარი შეიკრიბოთ მათ სახლში, თქვენ სახლში, სადაც არ უნდა იყოთ, ხო? რაღაც ხრივ ახლა უფრო ადვილია ხალხის შეკრება, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. და მიზეზი არის, იმიტომ რომ არავის აღარა გრაფიკი. არავინ არ დადის სამსახურში, ყველა ჩაკეტილია და ხალხი ყოველთვის მეკითხება. სამშაბათს შემიძლია რომ დაგირეკოთ, ხელმისაწვდომი იქნებითო და ჩემი პასუხია რა, ხუმრობ, kidding ეს ინგლისურში ესე არის, ხო? იმიტომ რომ მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ, დღეს ახლა გრაფიკი მე არ გამაჩნია. ჩემი გრაფიკი ყოველთვის გადატვირთულია, მაგრამ ახლა არ მაქვს მეთქი. და ფიქრობ, ეს უბრალოდ კრეატულად, თქვენ უბრალოდ შემოქმედებითად იმოქმედოთ, იპოვეთ ადამიანები და უკავშირდით მათ, ნახეთ გზები კავშირის, გამოიყენეთ ტელეფონი, iPad-ი, კომპიუტერი, Skype-ი, ისარგებლე იმითი, რაც დღეს არსებობს. და ისარგებლე ერთგვარი ლატენტური შიშით, ეს არ არის რეალური შიში, ხომ იცით რომ ეს შიში არარეალურია, რომ სტატისტიკა მიუთითებს, რომ როდესაც ეს ყველაფერი ნათქვამი გაკეთებულია, სიკვდილების მაჩვენებელი არის მაინც დაახლოებით 0.003%. მე ეს ციფრები ვიცი. ასე რომ მიხვდეთ იმის, რომ ეს სწრაფად გავრცელებადი გრიპია, ის არც ისე სასიკვდილო, როგორც ამას ხატავდნენ რეკლამებში და თავრობამ ეს ალბათ შიშის შემოსატანად გააკეთა. მაგრამ მაინც ისესია რეკლამები, თითქოს სასიკვდილო ძალიან რამე იყოს. და ეს ადამიანებს შიშის გზას სცემს და ზრდის. და ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ უკვე ეს გამოიყენოთ კარგად და ესაუბროთ. რას გძნობენ ადამიანის სიკვდილზე, რას ფიქრობენ, როგორ უყურებენ სიკვდილს. დაიწყეთ ამ კაცრი რეალობით და მიიყვანეთ ისინი ქრისტეს პიროვნებასთან და მის აღდგომასთან. რადგან ქრისტე ცოცხალია, ასე რომ თქვენც იცოცხლებთ და თქვენც იცოცხლებთ მარადიულად. ვილოცებ რომ უფალმა გამოგიყენოთ და შესაძლოა ისეთი გზებით, რომლებიც თქვენ ადრე არ იცოდით. ასე რომ იყავით შემოქმედებითი, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოიწერეთ კითხვები. ძალიან დიდი სიამოვნება და სიხარული ყოველთვის შემთვის, რომ თქვენ კითხვებს პასუხით უპასუხოთ. გმადლობთ ამ კითხვებისათვის, უამრავი კითხვისათვის, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეთ, შეგიძლიათ მიმართოთ gty.org-ს ან Grace to You website-ს, სადაც უამრავი რესურსია, რათა თქვენ კითხვებზე პასუხები იქ მოძენოთ. ასევე ეწვიეთ gracechurch.org-ს, სადაც უამრავი რესურსია. ეწვიეთ gracebook.com-ს, სადაც უამრავი რესურსია და ისარგებლის შესაძლებლობა. აიღეთ, შეიძინეთ მაკარტურის სასწავლო ბიბლია, იქ არის ძალიან ბევრი შენიშვნები, პასუხები, რომლებიც ბიბლიას განმარტავს. სანამ მას წაიგითხავთ, თუ შესაძლოა რესურსად გადახედოთ ამ წიგნს ბიბლიური დოქტრინა. ძალიან კარგი, ასევე ეს არის რესურსი. ეხლა გთხოვთ, რომ ყველანი შემომიერთოთ მე ლოცვაში. მამაო, მადლობას გიხდით დღევანდელი დროისათვის, რომ ეს ჩვენთვის ძალიან რწმენის მომცემი და გამამხნევებელი იყო. გიხდით მადლობას მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად შეიკრება მთელ მსოფლიოში ინტერნეტის მეშვეობით და ვისაც თუნდაც ამ კონკრეტულ დროს ეძინა. მაგრამ 4 შაბათს, როცა გაიღვიძებენ დილას, მათ შეუძლიათ რომ გადმოწერონ ეს ჩვენი კითხვები და პასუხები და შემოგვიერთდნენ ვებსაიტზე. იმედია რომ მოგვაგნებენ ჩვენ სადაც ვართ.
და ეს ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ჭეშმარიტება, რომელიც თქვენი სახელით და თქვენი სახელით გავაცხადეთ, იყოს კურთხევა და გამხნევება ყველა მსმენელისათვის, ვისაც ეს პრობლემები აინტერესებს. იდიდოს იესო ქრისტემ, მისი სახელით ვლოცულობთ მადლიერებით. ამინ. მადლობა მოსვენისათვის.